სოფლიო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მოლოდინში უკრაინაში ომის დასასრულებლად მორიგის შეხვედრა ისევ საუდის არაბეთში იგეგმება. ამერიკული მხარე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის წარმომადგენლები სამშვიდობო შეთანხმებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ერთმანეთს მომდევნო კვირას შეხვდებიან. რუსეთზე ზეწოლის გაზრდა თავდასხმების შესაწყვეტად ასე ესახება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა უკრაინის პრეზიდენტს. თავის მხრივ სამშვიდობო პროცესში საკუთარი როლის ხაზგასმას ცდილობს ევროპა. მშვიდობის მიღწევა ევროკავშირის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ამ გზავნილით დასრულდა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტი, სადაც ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ. თავის მხრივ ევროპელი ლიდერების რიტორიკაში მტრულ განწყობას ხედავს და მათ ქმედებებს მშვიდობის დამყარების პროცესის ხელის შემშლელად მიიჩნევს მოსკოვი, საიდანაც დღეს მუქარის შემცველი გზავნილი გაჟღერდა. რუსეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა საფრანგეთის პირველი პირის შეთავაზებასაც. მაკრონი ევროპას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად საფრანგეთის ბირთვული არსენალის გამოყენებას თავაზობს. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე სამხედრო ხარჯების მკვეთრ გაზრდაზე შეთანხმდნენ. როგორც სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, საუბარია საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემზღუდავი მექანიზმის შერბილებაზე და ამის საშუალებით 600 მილიარდი ევროს მობილიზაციაზე, რაც ევროპის სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. ამასთან ერთად ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზებს 150 მილიარდი ევროს ოდენობით სესხებს, რომლებიც ასევე თავდაცვის სფეროზე დაიხარჯება. ამ წინადადებას ევროკავშირის 27-ვე წევრი დაეთანხმა. არსებობს უზარმაზარი ზეწოლა ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომ გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები და ფაქტობრივად ჰქონდეთ ნახტომი. და ამიტომ ხელახალი შეიარაღების გეგმა 5 ელემენტით ძალიან მისასალმებელი იყო ყველა ლიდერისთვის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება გამოყენებული. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა ვერ შეძლეს უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაციის მიღება. ამ დოკუმენტს მხარი უნგრეთმა არ დაუჭირა. საბოლოოდ გამოქვეყნებულ ტექსტს ხელი ევროკავშირის 26 წევრის ქვეყნის მეთაურმა მოაწერა. ამ განცხადებაში საუბარია, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინის მომავალს შეეხება და ნებისმიერი ზავი უნდა იყოს გრძელვადიანი, ხოლო უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა კონკრეტულად რა სახის გარანტიები უნდა იყოს ეს ტექსტში არაფერია ნათქვამი. ამასთან ერთად ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ მსადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს კიევის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უკრაინაში ომის ძალისხმევის გაგრძელება ევროკავშირისათვის დამღუპველი იქნება. თუ თქვენ ამბობთ, რომ ომი უნდა გაგრძელდეს, მაშინ ვიღაცამ უნდა დააფინანსოს ეს. ახლა როცა ამერიკელები გავიდნენ ამ პროცესიდან, ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. თუ ევროპელებს სურთ ასე გაგრძელება, მაშინ ჩვენი უკანასკნელი ცენტიც კი ამ ომზე დაიხარჯება. ამერიკის პრეზიდენტის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების გამო ევროპაში კიევისათვის ევროპული უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტებზე მსჯელობენ. მათ შორის არის უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნა. თუმცა კრემლში განაცხადეს, რომ ამ იდეის წინააღმდეგ გამოდიან. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კი დღეს გამოვიდა წინადადებით უკრაინაზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდეს, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. თუმცა ეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე მოხდეს. კიევში ამ წინადადებას მიესალმნენ, თუმცა შეთავაზების დეტალები ჯერ უცნობია. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას, როგორც უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებისა და ზოგადად უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ დისკუსიის ნაწილს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ ეს დისკუსია სხვადასხვა ელემენტებზე. კიდევ ერთი წინადადება, რომელსაც ევროპელი ლიდერები აქტიურად განიხილავენ, საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. მაკრონის თავაზობს მოკავშირეებს რუსეთის მხრიდან საფრთხეებისაგან დასაცავად საფრანგეთის ბირთვული არსენალი გამოიყენონ. მაკრონის ინიციატივას გამოეხმაურა დანია და პოლონეთი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ეს იდეა განიხილონ. საფრანგეთის შეთავაზება დადებითად შეაფასა ასევე ლიეტუვის პრეზიდენტმა. მანამდე ევროპული ბირთვული ქოლგის შექმნის წინადადებით გამოვიდა გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი. გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის კი უფრო შორს წავიდა და გერმანიის ბირთვული იარაღით აღჭურვას დაუჭირა მხარი. თუმცა როგორ უნდა გაფორმდეს საფრანგეთის ლიდერის წინადადება იურიდიულად და როგორ იქნება ის პრაქტიკულად განხორციელებული,
განხორციელებული ჯერ გაუგებარია. საფრანგეთის ბირთვული არსენალი სიდიდით მსოფლიოში მეოთხეა. უფრო მეტი კობინები მხოლოდ რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ. 2023 წელს საფრანგეთს 290 ბირთვული კობინი ჰქონდა. მათგან 50 დამონტაჟებულია საავიაციო ფრთოსან რაკეტებზე, დანარჩენები კი ატომურ წყალქვეშა ნავებზე. ასევე გაუგებარია, რომელი ევროპული ქვეყნები შეიძლება დაიცვას ევროპულმა ბირთვულმა კოლგამ, რადგანაც ევროპაში სულ ორი მსხვილი კავშირია. ესაა ნატო და ევროკავშირი და ამ კავშირების შემადგენლობა სხვადასხვაგვარია. რუსეთში მაკრონის იდეას კონფრონტაციული უკვე უწოდეს. ამასთან ერთად ბრიუსელის სამიტზე მიღებული ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას კრემლში ევროპის მილიტარიზაცია უწოდეს და საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრნენ. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ევროკავშირი რუსეთს როგორც თავის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოაჩენს. ეს ნიშნავს, რომ ეს მილიტარიზაცია მიმდინარეობს პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა პოტენციურად შეიძლება იყოს ღრმა შეშფოთების საგანი ჩვენთვის და შეიძლება საჭირო გახდეს სათანადო საპასუხო ზომების მიღება. ევროპაში მიმდინარე დისკუსიების ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავაც აცხადებენ, რომ უკრაინის ომის დასრულება სამშვიდობო შეთანხმებითაა აუცილებელი. ამასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა. ის გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გუშინ ღამით განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას და რუსეთს ახალი მასშტაბური საბანკო სანქციებით და ტარიფებით დაემუქრა, თუ კრემლის სამშვიდობო შეთანხმებაზე არ წამოვა. აი რა მოხდება ჩემი აზრით. უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან არ მგონია რომ მათ არჩევანი აქვთ. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთსაც სურს გარიგების დადება, რადგან გარკვეული განსხვავებული გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი, მათ არ აქვთ არჩევანი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიში იმ ფონზე მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეჩერებული აქვს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ შეზღუდვის ფარგლებში ამერიკულმა სატელიტურმა კომპანიამ აქსარმა უკრაინას მაღალი გარჩევადობის თანამგზავრულ სურათებთან წტომა შეუჩერა. ამ ნაბიჯს უკვე მოყვა რესპუბლიკელი სენატორების ნაწილის კრიტიკა. ისინი ტრამპს მოუწოდებენ აღადგინოს უკრაინის სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც განაახლოს. უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური შეტევის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს აიძულონ რუსეთი გააჩეროს ომი და მისი თქმით მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ავიაიერიშების, სარაკეტო დარტყმებისა და დრონებით თავდასხმების შეჩერება.